და აქედან პერსონაჟი 1991-93 წლებში საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო, სადაც მხარეებად მაშინდელი ხელისუფლების მომხრეები, ეგრეთ წოდებული ზვიადისტები და მხედრიონი იყო. სამოქალაქო ომის დროს ბრძოლის ეპიცენტრი სამეგრელო იყო. პროცესი მაშინდელი ხელისუფლების დამხობით დასრულდა. აბაშაში ზვიადგამსახურდია სტუმრობას დღემდე იხსენებენ. მაშინდელმა ვაი ელიტამ სია გადასცა მხედრიონელებს, ვის სახში შესულიყვნენ და ვის სახში არა. და თავში დამწერეს მე რადგანაც გამსახურდია იყო ჩემს სახში. ჩემი სახლი ამოწყვიტეს, არაფერი არ დატოვეს, არაფერი. იმ დროს მიმდინარე პროცესებს უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტუდენტი, რომელმაც აღიქვა ეგ ყველაფერი, საქართველოს კანონიერი მთავრობის საწინააღმდეგოდ, დედა შენ შეგწევს უნარი, რომ გაუძლო ამ გაჭირვებას, გაუძლო ამ ყველაფერს. მან არ მომისმინა, სადაც შემხავს უჭირს, მე იქ უნდა ამოუდგე მათ. სნაიპერიდან ესროლეს. ქართველი არ ახარო, რატომ ესროლეო? ქართველებმა უნდა დავხოცოთ ერთმანეთიო? მომიტანეს ამბავი, რომ თქვენი მეუღლე გარდაიცვალა. მივედი მიმღებში და ვიკითხე, მეუთხარი, ვისთან ახართ? ჯემალ კარტოზიასთან. მე იმ წუთშივე მივხვდი, რომ იყო გარდაცვლილი. ხალხი ვერ მოდიოდა სატირალში, იმიტომ რომ მხედრიონელები დარბოდნენ ქუჩაში. დაგინახავდნენ და ხვრიტავდნენ ხალხს, როგორც უნდათ ისე. 7 კაცი კრუგლაული იდგა და ყარაულობდნენ, აქ ზვიადისტები რომ მოვაო, ყველას დავიჭერდა, ამ ქნარს არ მიცემდა. 3 დღეს შვილო ქნარს არ მაძლევდნენ. მამამისი რომ მოუკლეს, 14 წლის იყო შვილო. მამამის უთხრა ფისიმის სასაფლაოს შურს მიძიებოდა 14 წლის ბავშვმა იარაღი ამიღო შვილო. მეორე დღეს თავი ჩამოიოხსო შამგონიში. ასე დასრულდა შვილო ჩემი ტრაგედია. დღეს სამეგრელოს თითქმის ყველა ქალაქში შეხვდებით ადგილს, სადაც სამოქალაქო ომის დროს დაღუპული ადამიანების მემორიალია. ბრძოლა სამეგრელოს სხვადასხვა სოფელში მიმდინარეობდა. სოფელ დარჩელში შეტაკებების კვალი ამ დრომდე დარჩენილია. იყო საქონელი დახოცილი, იყო სახლები გადამწვარი, რაც ხელში შეეძლო აღება და წაღება გაქონდა და მიქონდა დაარჩენს, უკიდებდნენ სახლებსაც ვამი. აი ეს ჯერ აიღებდნენ რას კაინივთები იყო, გამაქონდათ ეს კაინივთები, ამის შემდეგ დატოვდნენ სახლს. მას შემდეგ 23 წელი გავიდა. ზვიადისტების და მხედრიონის დაპირისპირება ისტორიას დარჩა. მსხვერპლი კი ორივე მხარეს დიდი იყო. ივანიჭოთ ამ ბიჭებს სტატუსი და ამ ოჯახს იგივე დახმარება გაუწიოთ, იგივე ყურადღება მივაქციოთ, რასაც ესე იგი იმსახურებენ აფხაზეთში და ოსეთში დაღუპულები. ყველაფერს დავთმობ, ოღონდ საქართველო აღდგინეთ გას.